ასე რომ ნიქსმა ახლახან მოიგო ამერიკისთვის საოცრად ამაღელვებელი თამაში. პრეზიდენტი ტრამპი იქ იყო. და ჩვენ უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს. როგორ მოხდა რომ ეს ყველაფერი ასე გამოიყურებოდა? დიახ, მეგობრებო, თქვენ უკვე იცით ამ კითხვაზე პასუხი. მოდით თავიდან დავიწყოთ. ნიქსს დიდი თამაში აქვს. ეს ძალიან ამაღელვებელია და თვითონ პრეზიდენტი ტრამპიც მიდის. კარგი, აი მისი ავტოკოლონა. ძალიან მაგარია. გარდა იმისა, რომ სამწუხაროა, როცა ესეთ ადამიანს ასე ბევრი დაცვა სჭირდება, ვფიქრობ, საოცარია, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვასრულებთ ამ ძველ რიტუალებს. ვზეიმობთ ჩვენს ლიდერებს და ვზრუნავთ იმაზე, რომ ყველა მიცოდეს, რომ ისინი მოდიან. ეს დიდი ამბავია, განსაკუთრებით ასეთ დიდ თამაშზე. ესეთი ადამიანის დაცვა მართლა შთამბეჭდავია. ასე რომ, მადლობა ყველას, ვინც ეს შეძლო. ყველა უსაფრთხოების თანამშრომელს, ყველა პოლიციელს, ყველა CIA-ს, FBI-ს, ვინც არ უნდა იყოს, ყველას, ვინც მონაწილეობდა იმაში, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არაფერი დამართნოდა, ყველა ძალიან აღფრთოვანებული ვართ. აი ეს არის ავტოკოლონა. დიდი დღეებია, მართლა მაგარია. ლიმუზინები, ძველი სტილის, ამაღელვებელი, ხო იცით, მთელი ეს აურზაური. და ხალხი კვირის თავის მხარდაჭერას ქუჩაში და ზოგიერთ ბაღშიც კი. აბსოლუტურად ბრწყინვალეა. ასე იწყება ეს ღამე. და შემდეგ, რა თქმა უნდა, ხალხი იწყებს მსჯელობას. არის თუ არა პრეზიდენტი ტრამპი ნიქსის გულშემატკივარი და ასე შემდეგ. მოდი ვნახოთ, რას ამბობენ აქ. ტრამპი. იცით, მე დიდი ხანია ლიგაში ვარ. წლების წინ ხელმძღვანელობდი NBA Entertainment-ს. მან ჩვენთან ერთად გადაიღო აილე კლემორგოლი. ის მუდმივად ესწრებოდა NBA-ის მატჩებს Madison Square Garden-ში. თქვენ გახსოვთ, როცა აქ თამაშობდით? არა დრაიმონდს, მაგრამ ძველ დროს მას ჰქონდა მოედნის პირას ადგილები. ის სულ აქ იყო, ის დრაფტებზეც მოდიოდა, ასე რომ ის ნამდვილი ნიქსის გულშემატკივარია. დიახ, გულშემატკივრებისთვის აქ გარკვეული დისკომფორტია, მაგრამ თუ გარშემო შეხედავთ არენას, სავსეა. ასე რომ ხალხმა გაითვალისწინა, ისინი ადრე მოვიდნენ. მათ გაიარეს დამატებითი უსაფრთხოების შემოწმება, რაც აუცილებელია. ასე რომ, როგორც თქვი, ვფიქრობ, სპორტი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ადამიანებში მეტი ერთობის შეგრძნება შევქმნათ და არა ნაკლები. ვეთანხმები და ვფიქრობ, ის ფაქტი, რომ სპორტი ასე წარმოუდგენლად პოლიტიზებული გახდა, გულსატკენია. ეს მაგარია. საინტერესოა თამაშზე წასვლა და შენი ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად ჯდომა, თუნდაც არ ეთანხმებოდე მას. ეს ამაღელვებელია, ეს საინტერესოა, ეს განსხვავებულია. და სპორტი ხომ სწორედ ისაა, რაც ყველას უნდა აერთიანებდეს, არა? ესაა მთავარი აზრი. ჩვენ გვყავს ჩვენი გუნდი, თქვენ გყავთ თქვენი გუნდი. ყველა ვიბრძვით გამარჯვებისთვის. ზოგისთვის ეს დამანგრეველია, სხვებისთვის ამაღელვებელი, მაგრამ შემდეგ მოდის ახალი შანსი, შემდეგ ჯერზე. და მაინც რაღაცნაირად საშინელმა გიჟმა რადიკალებმა მოახერხეს სპორტული თამაშების გაფუჭებაც. რას გულისხმობ ამაში? მეგობრებო, მოდით რამდენიმე დღით უკან დაგაბრუნებთ, როცა პარის სენ-ჟერმენმა მოიგო დიდი საფეხბურთო მატჩი, რომელიც პარიზში ტარდებოდა. და პარიზის მოსახლეობამ ამ დიდი გამარჯვებისის აღნიშვნის ნაცვლად, რომელიც დიდ ბრიტანეთთან მრავალწლიანი მეტოქეობის ფონზე მოიპოვეს, გადაწყვიტა პირდაპირი მნიშვნელობით პარიზი დაეცვა. და როცა ვამბობ ისინი, ვგულისხმობ მიგრანტებს, ისლამისტების მხარდამჭერებს, რადგან ამ ადამიანებს არ შეუძლიათ ნამდვილად ისიამოვნონ და დააფასონ დასალური კულტურა, რომელიც სპორტს აფასებს. მათ ურჩევნიათ მისი განადგურება. სწორედ ეს ხდება აქ. მოგესალმებით პუშბექში. მე ვარ იარა კეი, თქვენი წამყვანი. არ დაგავიწყდეთ გამუწერის ღილაკზე დაჭერა, რომ მეტი გაიგოთ. თუ გსურთ, რომ ჩვენი კონტენტის შესახებ ყოველთვის ინფორმირებული იყოთ, დააწეკით შეტყობინების ზარსაც. ძალიან მადლობელი ვართ, რომ აქ ხართ, რადგან ჩვენ ვუპირისპირდებით და ამას თქვენ გარეშე ვერ შევძლებდით. ასე რომ გმადლობთ, რომ აქ ხართ. დავასრულოთ ეს ვიდეო და შემდეგ გადავიდეთ იმაზე, რაც შემდეგ გამარჯვების შემდეგ მოხდა. ვიცი, რომ ნიუ-იორკელი ხარ. 55 წელია. ვიცით, რომ ნეიტრალური უნდა იყო, მაგრამ რამდენად მნიშვნელოვანია ეს? რამდენიმე რამ აქვს სათქმელი დონალდ ტრამპის ნიქსის თამაშზე მისვლასთან დაკავშირებით. და იცი, ამ ეტაპზე დღეს თამაშის დღეა. და ვფიქრობ, ნიქსის გულშემატკივრებს უბრალოდ სურთ ისიამოვნონ მესამე თამაშით, პირველი საშინაო თამაშით, რომელიც 27 წლის განმავლობაში ჰქონდა. მაგრამ ჩემთვის ასევე არ არის ნათელი, რომ დონალდ ტრამპი დიდი ნიქსის გულშემატკივარია. გულისხმობ, საერთოდ იცის ამ კაცმა განსხვავება ქალ როუს შორის? კარგი, მე არ მინდა ეს დონალდ ტრამპზე გადავიტანო, რადგან ეს პირდაპირ არ ეხება მას. უბრალოდ საკითხავია, როგორ მოახერხეს ამის პოლიტიზირება. სწორედ ასეთი რიტორიკით იწყება ყველაფერი, ხომ ასეა? იწყება იმით, რომ ვიღაცას არ უნდა მისცენ მოსვლის უფლება, ვიღაცას კი უნდა მისცენ. შეიძლება ის საერთოდაც არ არის გულშემატკივარი. თუ დიდი ნიქსის თამაშია და შენ ამერიკის პრეზიდენტი ხარ და ეს ამერიკელებისთვის მნიშვნელოვანი თამაშია, მაშინ შეგიძლია იქ იყო, თუნდაც გულშემატკივარი არ იყო. კარგი, ეს ძალიან მარტივია, მაგრამ ეს არ არის ამ ვიდეოს აზრი. ვიდეოს აზრი ისაა, რაც შემდეგ ხდება, ხომ ესეა? და სწორედ ეს ხდება ეხლა. კარგი. ეხლა მინდა რომ რაღაც შეამჩნიოთ, რადგან მხოლოდ ისინი, ვინც ძალიან დაკვირვებულია, შეძლებენ დაინახონ თუ რომელი დროშები ფრიალებს ამ ღონისძიებაზე. ჩვენ
ამ ეტაპზე გულწრფელად მგონია, რომ პალესტინის დროშა მათთვის, ვინც არ იცით ეს რა არის, იგივეა, ან ძალიან გავს, ან სულ მცირე რაღაც სახის ტერორიზმის სიმბოლოა. არ ვფიქრობ, რომ როდესაც პალესტინის დროშას ხედავთ ამ აქციებზე, ეს სინამდვილეში ღაზას ხალხისთვის არის. ვფიქრობ, ეს უბრალოდ საშუალებაა. ეს არის ახალი სიმბოლო დასავლური ცივილიზაციების წინააღმდეგ ბრძოლის, პალესტინელებზე ზრუნვის საბაბით. შემიძლია გითხრათ, რომ პალესტინელებს ნამდვილად არ აინტერესებს ნიქსის თამაში და ეს ტაქსი. მაგრამ ამ ადამიანებს გამოსდით, რომ ეს ყველაფერი ამაზე გადაიტანონ. ეხლა უბრალოდ სწრაფად შეხედეთ, ვინ არიან აქ მყოფი ადამიანები, როგორ გამოიყურებიან ისინი, ვინც ამ ტაქსს ანადგურებს. მოდით უბრალოდ ვივარაუდოთ, რა რელიგიისა და რა პოლიტიკური კუთვნილების არიან ისინი. ვაუ! ეხლა ეს მოვლენა იმდენად გამწვავდა. ნიუ-იორკში ნიქსის მაისურებში ჩაცმული დემონსტრანტები ტაქსებს ანადგურებენ და უცხო ქვეყნის დროშებს აფრიალებენ ნიქსის გამარჯვების შემდეგ. ისე გამწვავდა სიტუაცია, რომ ზორან მამდანიმ გამოაცხადა, რომ ნიქსის თამაში საყურებელი წვეულება, რომელსაც მედისონ სკვერ გარდენის გარეთ აწყობდა, უნდა გაეუქმებინა. კარგი. ზუმისთვის, რაც არ უნდა ნიქსის საყურებელს ჰქონდეს სათქმელი, მოდით ვნახოთ. გესმით, ენა? გესმით, რომ ესენი ამერიკელები არ არიან? მათ მოახერხეს ყველაფრის გაფუჭება. ეს უნდა ყოფილიყო დღესასწაული. ეს უნდა ყოფილიყო ამაღელვებელი დღე. ნიქსმა მოიგო. დიდი ამბავია. ძალიან სახალისოა. ძალიან მაგარია. და მაინც როგორღაც მოახერხეს, რომ ეს მასობრივი განადგურების მოვლენად ექციათ. კიდევ ერთი ლამაზი ამერიკული კულტურული ღონისძიება გადაიქცა საზიზღარძალადობაში. უბრალოდ ხალხო, თავი უნდა მოვიწესრიგოთ. ზალადობა. ჩემთან გინდა გარჩევა. დაიკიდე პოლიცია! არა, დაიკიდე ეგ. მოდი აქ. ჯანდაბა. ხედავ, მისი მეგობრები ამბობენ, ჯანდაბა, ნუ აკეთებ ამას, პრობლემები შეგექმნება. ეს ნიქსის თამაშია. მართლა ძალიან მეწოდებიან ეს პოლიციელები. ალბათ ძალიან სტრესულია. იცი რომ რაღაც არასწორად წავა. იცი რომ ასე იქნება. იცი რომ ამ ეტაპზე ხალხთან, ამ ეტაპზე ჩვეულებრივ ხალხთან არ დაქვს საქმე. და სწორედ ამისთვის ხარ გაწურთნილი. მაგრამ ეს ისაა, რაზეც თანაგრძნობა უნდა გქონდეს, უნდა გვახსოვდეს და დავაფასოთ ის ფაქტი, რომ ისინი მაინც იქ არიან, ცდილობენ დაიცვან და შექმნან ნორმალურობის რაღაცა გრძნობა ამ გიჟურ დროს. ასე რომ, აი ასეა. კიდევ ერთხელ, ამ გიჟებმა მოახერხეს და გააფუჭეს რაღაც, რაც კარგი უნდა ყოფილიყო. და ეს ხომ არ არის სიურპრიზი, რომ თავს ესხმიან ამერიკულ კულტურას, ამერიკულ მემკვიდრეობას, ამერიკულ დანატოვარს, ამერიკულ ლიდერობას. ეს ყველაფერი რისთვის? იმისთვის, რომ ცოტა ტესტოსტერონი გაავრცელონ, დროშით საკუთარი სათქმელი თქვან, ან ტაქსი დაანგრიონ. ყველა ეს ადამიანი უნდა დააკავონ. მართლა, ყველა მათგანი უნდა დააკავონ და რამდენიმე წლით ციხეში ჩასვან, რომ გაკვეთილი ასწავლონ როგორც მათ, ისე სხვებსაც.
ასეთ რაღაცებს ვერ გააკეთებ. ნებისმიერ შემთხვევაში, მადლობა ყურადღებისთვის.